ივლისი მისთვის საკრალური თვეა. ყოველ შემთხვევაში ზუსტად 11 წლის წინ 2006 წლის ივლისის მიწურულს დაიჭრეს. ეს უბრალო კი არა, როგორც იტყვიან, საჩვენებელი დაჭერა იყო. სპეცრაზმა ისე აიყვანა, როგორც საშიში დამნაშავე. ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით წაუყენეს. სასამართლო მითვისებაში უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ხელმძღვანელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვაში დამნაშავეს ცნოდა თავისუფლება 6 წლითა და 6 თვით აღუკვეთა. ასე აღმოჩნდა გისოსებს მიღმა სოფელ აჟარის ყოფილი გამგებელი, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი, რომელმაც საპატიმრო 2012 წლის ნოემბერში დატოვა. სხვათა შორის ამ დროს სასჯელის სრულად მოხდამდე 3 თვე ჰქონდა დარჩენილი. რეალურად რა მოხდა 2006 წლის ივლისში, რატომ მიიჩნევდა თავს ვარდოსნების ტყვედ და რა მისცა ციხემ. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმის ფიგურანტი იმ შესახებ საუბრობს, რაც არასოდეს უთქვამს. მას ასე თქვენს წინაშეა ნორა კვიციანის დაუმონტაჟებელი ინტერვიუ. შეიძლება ქალბატონო რა? გამარჯობა, კეთილი იყო ჩემთვის. როგორ გზანდებით? გაიხარეთ ნაკლებად. თუ დროს ხარ მოვედით? არა. ზუსტად ხაჭაპურს ვაცხობ. ძალიან კარგი. ეხლა თქვენ მიკროფონს დაგიმაგრებთ, ვიდრე საუბარს დავიწყებთ და მერე თან ვისაუბროთ. და მერე ხაჭაპურსაც დავაგემოვნებთ, ასე ვთქვათ რა. ჩანთის დადება ხო შეიძლება ნებისმიერ ადგილას. დიდი ხანია ამ სახლში ხართ? 1 წელია თითქმის. ეს სახლი იყიდეთ? არა, მაჩუქეს. ვინ გაჩუქა? ახანდელმა ხელისუფლება. დროთა სამინისტრო. და არა და ეს ხელისუფლება თქვენ დევნილთა სამინისტრო. ეს ხელისუფლება როგორ? კარგად არ გექცეოდათ თავიდან, ხო? პოლიტპატიმრის სტატუსი არ მოგცათ, როგორც ვიცი. სტატუსი მე გამოსული ვიყავ ციხიდან და ამიტომ ის ციხეში ორჯერ კიდევ დარჩენილი, აი მათ მისცეს სტატუსი და მე არა, მაგრამ მაინც სტატუსიც მაქვს და გამართლებას. მაგრამ ამ ხელისუფლებამ გამოგიჩნდა 3 თვეღა იყო დარჩენილი რა? 2 თვე. 2 თვე, ვიდრე მოიხდიდით საჩელს. 6 წელი და 4 თვე, ავი და მე არ მინდოდა გამოსვლა 2 თვეს, მინდოდა გამეტარებინა. რატო გამოხვედით? აბა ხა რა უნდა მექნა და გამომიშვეს და გამოსვლა რატო არ გინდოდათ? რატო და მინდოდა დამთავრებინა ბოლომდე ეს 2 თვის გულისთვის ახლა არ ღირდა უკვე და იყო 6 წელი და 6 თვე და 6 წელი და 4 თვე ვიჯექი. 2 თვე დარჩენი მქონდა. მე მურთვესაც გავატარებდი, არ მინდოდა მე შეაღვართები. და ისე ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ციხეში აღმოჩნდებოდით? ცხოვრებაში სიტყვა არ მithქვია, ვინმე თქვა, რატო თქვი? და გამიკითხები, რატო გააკეთე, ვინმე თქვა. მოხდი ციხეში. ეს მოგონილობა მაგარ ძალიან. მოდი თავიდან მიამბეთ ყველაფერი როგორ დაიწყო? რატო დაიწყო? თქვენ ხართ იმ ამბის. ეს ჩავთავ მიფეც. დავიწყებ ცხოვრებასა რომ პატრიოტია თქვენ ჩემი გამოცხადე ხაჭაპურით. მე ძალიან ბევრი ჟურნალისტი დადიოდა ჩემთან, ზუგდიდიდან. ვიზე დაგიჭერდნენ, ხო? მანამდე 14 წლის განმავლობაში სულ ჩემთან ჟურნალისტები. და სულ მე ვცემდი პატრიოტს და ასე რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი იცნობს. კარგი იყო რომ ჩვენს კოდორში შევხვედროით ერთმანეთს, მაგრამ ნუ ამის საშუალება დღეს არ აქვს, ხო? არ მოგცეს საშუალება, იმიტომ რომ წამართვეს, ჩააბარებს. მე რო ყოფილიყავი, ისევ იქნებოდა ხეობა. აი ამის შესახებ დეტალურად ვისაუბროთ, ქალბატონო რა. კი ბატონო, კი ბატონო. ისე ჩემს წარმოდგენაში მე მეგონა რომ თქვენ მარტო მებრძოლი ქალი იყავით და სახლის საქმეები თუ გეხერხებოდათ ვერ წარმოვიდგენდით. როგორ? თუ გეხერხებოდათ სახლის საქმეები ვერ წარმოვიდგენდით, იმიტომ რომ მაინც ასოციაცია მე ამდენი წელი ჩვენი პულისხობა ხარ იყო. მე უცხობდი მას პოზიციებზე წამსვლელს, ჯარს, მე უცხობდი პულს. 24 საათი გასწორებული მქონდა პულისხობაში, საჭმის გაკეთება, სტუმართ მოყვარული, სტუმართ სპასპინძობაში. ანუ ერთ ხელში იარაღი გეჭირათ და მეორე ხელით აცხობდით? ეს თავისთავად იქ მაშინ იქ ტელევიზია არ იყო ვიშკა გაკეთებული და რაციაზე მუშაობდი, რაცია, ზაპრავჩიკი, საწყობი, ჯანდაცვა, გამგებელი, ნუ არ ვიცი ეს. მე მომსაუბრა მას ძალა რომ გაუძლია ამდენი წელი ამას ყველაფერს, მაგრამ იმ ხელისუფლებამ კი დამიფასა მაშინდელმა მე მომსაუბრიცრობა და ანუ რევოლუციამდელმა შევარდა ის ხელისუფლება. მანამ შევარდა ხელისუფლება, მაგრამ ამ ხელისუფლებამ კი ცხე ჩამსვა ამ ყველაფრის მიუხედავად.
გახსოვთ თან შეგიძლიათ თუ მაინც და მაინც უნდა გამოაცხოთ. ქალბატონო რა გახსოვთ პირველად როდის აიღეთ იარაღი ხელში? რამდენი წლის იყავით? აი როგორ იყო ეგ ამბავი? თქვენი სურვილით იყო ვთქვათ ემზარის რჩევით აიღეთ თქვენი ძმის თუ ხარ მოგეხმაროთ? გაზი არ არის მე მგონი თქვენ. ვი რა ჩავამთე. რას მომკიდე? ხარ ნერვიულობ? არა მაგრამ ისეთ მოქმედებს ჩემზე ის ყველაფერი. ძველის გახსენება ხო? ის პერიოდი რა ეს ავეჯიც იყო აქ როდესაც მოგცეს ეს ბინა? ბატონო? ავეჯიც აქ იყო რომ მოგცეს? არა, მე საჩუქრებით და ასე დახმარებით შევავსეთ ცოტა. ეს ჩემი ჯერ ვადედ მამიშვილები ვართ და შემიგროვეს მიყიდეს კუხნა. ის კითხეთ, გახსოვთ იარაღი პირველად როდის აიღეთ ხელში? რამდენი წელი? ჯერ კიდევ ხა სოხუმი რო დაიცა მაშინ უკვე აი რო წამოვიდა ხალხი მოუაწყდა სოხუმიდან და ამდენი ტოვრი დევნილი ესე აი სიზმარიც არ მინდა რომ ვნახო და 10 კი მინდა ვნახო ის პერიოდი ის იყო 1993-ში ხო 1993-ში 27 სექტემბერს დაიცა სოხუმი. ჩვენ ისეთი დღეში ჩავარდით რომ დავრჩით მარტო ყველა წამოვიდა ხო იქიდან და დავრჩით მარტო და ხარი და კაცი ვინც დავრჩით ბევრი არა ცოტა ყველას უნდა გღო იარაღი ისეთი სიტუაცია იყო მაშინ. მეტეს ერთი წელი სულიად მოკადაში ვიყავი. თქვენ სად ვარ წამოხვედით? იმზარმა ფიცი დადო ცოცხალი თავით მე აქედან არა ვარ წამსვლელი. თქვენ წამოსულიყავით? არა, მე ჩემს ძმას დავტოვე. ასე ჩემი უფროსი და მერიკო ისიც დარჩა, მეც დავრჩი. შვილებთან ერთად. და დავჭით ერთეულები. მაშინ მისმეტესაც ბატალიონიაც არაფერი, მაგრამ თვითნებურად დავისწავით ხეობა ერთი წელი. თვითნებურად დაცვა რას ნიშნავს ხეობა? რა და არ დავთმე თვითნებურად ესე იგი თუნდაც ძალიან ყოფილიყო რომ დატოვეთ ხეობა გამოეთ იყო ხომ ისა რომ მაინც არ დავტოვებდით იმზარ ცოცხალით არ გავამკიდა რომ რავაშკაცი იქნები რომ მე გავიქცე და წავიდე დავთმო. გამორიცხულია ესო მაშინ ჩვენს დავჭით. მაგრამ ერთეულები ვიყავით. და მაგრამ მაშინ ჯერ ბატალიონის სახე არ ქონდა. არა, საიდან? მარტო ის იარაღი ქონდა ჩვენ მაშინ აი ტოვებდნენ ჯარისკაცები ვინც სოხუმიდან მოდიოდნენ ისინი გვიტოვებდნენ აი იმით ვიყავით მაშინ ერთი წელი იმ ტყუნა წამალით იმ იარაღით აი იმით დავიცავით მაშინ აი ძალიან დიდი შემოტევები იყო ძალიან დიდი მსხვერპლი იყო იმ პერიოდში ძალიან ბევრი აი გვირაბებთანაც და ბევრი ინვალიდი დარჩა კიდევაც მაგრამ მაინც ჩვენ არ დავთმეთ იყო ულტიმატები დატოვეთ კაიდოს გაიხსნით დატოვეთ ვისგან იყო ულტიმატუმი აფხაზებისაგან დატოვეთ ხება მაგრამ ზარი ცოცხალი თავით არავითარ შემთხვევაში მე მაგას არ გავაკეთებო მოკვდები მომკაითო მიჯევნიავიდე რომ წავიდე აქედან არ დათმო მაშინ ჩვენც არ ქალბატონო რა ცოტა ისეთი დელიკატური კითხვა უნდა დაგისვათ გისვრიათ როგორც ასე მოგიკლავთ ადამიანი არა მაგრამ აი თავდაცვაში რა აი თავდაცვაში უნდა ყოფილიყავით ქალები რა აი სიტუაცია იყო ისეთი რომ თავდაცვაში უნდა ყოფილიყავით დანარჩენი ხლა საომრად და აი წასულიყავით პოზიციებზე კი აი განგაში რო იყო გავრბოდით განგაში მე პირადად ახლა პირებში ცხოვრობს ხალხი იქა და შორშობს ხომ და ახლოზე და ისა და განგაში შუაღამისას რომ მოვიდოდა სიგნალი რომ ჩქარა პოზიციებზე, აი მაშინ დიდი განგაში ეს რამდენიმე წელი ასე და არა მარტო ერთი მხრიდან, ძალიან ბევრი მხრიდან იყო შემოტევები, ეს იყო მარუხის მხრიდან, მარუხის პედაგოგის მხრიდანაც, რომელსაც ერთი ბიჭი შეეწირა იქ ღამე შუაღამისას უწაიდნენ წყალზე გადადიოდნენ და წყალმა დაიხრჩო წყალში. კიციანი იყო ეს. და შემოტევები იყო აფხაზებისგან, რუსებისგან. მე შერეული იყო უფრო მეტად სომხები, კაზაკები და რა შერეული ხალხი იყო. აი მაგათ დათიდან შემოტევა რა იყო, იქ უფრო სომხები და კაზაკები იყვნენ, ვიდრე აფხაზები. და აი დიდი მსხვერპლი აი მაგათ ბაგრამიანის ბატალიონი ხო იყო. აი პირველი შემოტევა იყო მაგათი.
მაშინ დიდი ცხრილენია იყო ქიდანაც და აქიდანაც. ქალბატონო რა იცით რა მაინტერესებს აი მე ცოტა მოვლენებს წინ გავუსწრებ, როდესაც უკვე იყავით პატიმარი, როდესაც მოხდა კოდორის მოვლენები. როგორ ხომ არ გიფიქრიათ, რომ სამშობლომ არ დაგიფასათ ის თავდადება, ის თავგანწირვა, აი წლების განმავლობაში რითიც რატომაც ცადით კოდორს? მე ჯერ როცა მე დამაპატიმრეს, მე ჯერ კიდე არ ფიქრობდი, რომ რანაირად უნდა დამაპატიმრები, რა მქონდა დანაშაულება. ხო, ჯერ თქვენ მაპატიეთ საჩვენებლად დაგაპატიმრეს, აი სამაგალითოდ, ხო, სპეცრაზმით და იმიტომ დამაპატიმრეს, რომ პროვოკაცია მოუწყეს შვილსა და ძმას. რომ იცოდნენ იმათი ისინი სასწაულო ჩაედინათ და აი წამოსულიყვნენ ამ პროვოკაციაზე. ანუ თქვენ დაგიჭერდნენ ან მოეკლათ ვინმე მათგან შურის ძიება გაეკეთებინათ, ამას ეს უნდათ ამის გულისთვის მე ძევა დამიყვანეს. მაგრამ მადლობა ფოს რომ მე ვეხვეწებოდი თუ არა ჩემი ადვოკატი რომ შემოდიოდა და ვეუბნებოდი თუ ხმა მიგიწევათ ხო პროვოკაცია არა იგო მე არაფერ არ მიჭირს და არავითარ შემთხვევაში არ ინერულონ მაგრად დადგნენ ყველა ბავშვი მეთქი მე მაგრამ თქვენ სვანი ხართ, სვანებში მაინც სხვა ადაწესებია, ხო? ვერ გათვალა ემზარმა ან თქვენმა ვაჟმა, რომ შეიძლება თქვენ ძევლად აიყვანეთ. რატო ჩაგაგდოთ ვარდოსნების ხელში? თქვენც რატო არ გაგიყვანათ, როცა ისინი გადიოდნენ კოდორიდან? ალბათ ლოგიკური კითხვაა, ხო ეს? აი, როდესაც თვითონავი შემოფრინდა დაიწყო დაბომბები, დესანტი გადმოსხეს, მაშინ მე სახლში ვიყავი და რო გამოვედი სახლიდან და რო უკვე ერთი ჭური ჩემ ეზოს თან დავარდა და ამ მაშინ ბორანში და მაშინ დავეხილ მიწაზე დავწექი. მე რო ჩაიარა ფრენმა და ცენტრისკენ უკვე ჩამოაგდო. რა იფიქრეთ ამ ვეთფრენის გამოჩენაზე რუსები აი დრო იხელთეს, ეხლა ისინი მოდიან და ამ დროს მაგრამ მოასწრეს და უფრო ახლოს იყვნენ ისინი აქიდან. ამ დროს ემზარი სად იყო? ამ დროს ემზარ მე არ ვიცი ესენი სად იყვნენ, არ ხო არ იცოდი და ეს ბაჩო ჩემი ბიჭი და ბიჭები ცენტრისკენ იყვნენ და ემზარი არ ვიცოდი სადა. ემზარი მხელაზე იყო გაბრაზებული, იმ ხელაზე იყო მე აზრზე მე ემზარს ვეცნობოდი. რა ხდება ემზარი 2 დღის შემოსული იყო განამა ბევრი, რა ხდება? მე ვიციო რაც ხდება. რა ხდება მეთქი ხეობას აბარებენო. რას ქვია აბარებენ მეთქი? აბარებენო. ანუ ნაციონალები აბარებენ ხეობას რუსებსო. დავთმობო. შევაკავ თავსო. მე მაშინ მე ემზარი მეთქი თუ ეს ხელისუფლებაა და თუ აბარებენ ჩააბარობა, მას წინ დაუდგებით ახლა ჩემ მეთქი ის ვიყოფნის იმათლოვე წინავდებით ისინი თუ ტელი გამოხნი მაშინ რა ძალა გვაქვს ჩვენი უთხარი. ნუ შეწერა თავს მეთქი. არ არსებობს მე ბიჭები დავკარგი ვაქო. სისხლი დავღვარეო. დაიღვარავ და მე როგორ დავთმობა გასო. აი ამაზე იყო მთელი მე და მე გაქრა ემზარი, უბრალოდ თქვენ აღარ ქონდათ კომუნიკაცია. თუ როგორი იყო? მე უკვე მე შეხება მემზართან არ ქონდა, მე სახლში ვიყავი. და ისინი სად იყვნენ? არ ვიცოდი მე არ ვიცოდი. არც თქვენი ვაჟი სად იყო, ეგაც არ იცოდი. ჩემი ისინი არ ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა ცენტრში იდგნენ. და როდესაც ფრენი შემოფრინდა და ბომბავდნენ და ერთი ჭური ჩამოაგდეს, მაშინ ვიფიქრე, ვაი თუ ბიჭები არიან იქით, მეთქი რატო ისროლეს იქით. მე მეღობაზე გადავხდი და აქედან ბიჭები რომ მოვიდნენ და ვკითხე ბაჩო დაჭრილი ხარ ახარ არა და შენ ხარ ბიჭესამე მე არა მეთქი გავედით ტყეში ეს ხალები ბიჭები იყვნენ კიდევ ავედით ძალიან შორს და ოღონდ ჯერ არ იცით რომ ეს არის ხელისუფლება არ ვიცით ჯერ ნუ როცა უკვე დესანტი გადმოსხეს და უკვე ქართველები აღმოჩნდნენ უკვე იმის შემდეგ კი აი იმის შემდეგ რო ავედით ტყე ავედით და მე უკვე ცუდად ვიყავი მიკანკალებდა ეს ყველაფერი და მე ბაჩოს ხარი წადი თავს უშველე მეთქი მე ხელ შეგიშლი მეთქი დამტოვე თქო არ არსებობს მე დაქტორებ სადაც წავი უნდა გიყვანო დედა გეხვეწები დამტოვე მეთქი და წადი თავს უშველე ბიჭებს უთხარი რატო არ დათანხმდით რომ გაყოლოდით არ შემეზოდა დავუყავდი ფიზიკურად არ შეგეძლო არ შემეზო უკვე არ შემეზო იმ ხელაზე მოქმედა ჩემ ამ დაბომბვამ იმ ხელაზე მოქმედა თან ცენტრისკენ თან საწყობის ავსე იყო ხო ასაფეთქებლებით და იმ ხელაზე მოქმედა რომ ამივარდა ის და ფეხს ვაბიჭებს ცატო ვერ დავდიოდი ხოდა მაშინ ეს ბიჭებს უთხარი ბიჭებო დაბრუნდით უკან მეთქი ჩვენ მოგსდევენ ესენი მეთქი და უფლისნებით იყოს ტოვე ბაჩოს ტყეში ბიჭებს ვაბრუნებ უკან მივდივარ ტყე და ტოვე ბაჩოს ჩემთვის იყო ეს აი გამანადგურებელი დავტოვე იბომბება იწვის ტყე ღრე ბომბავენ ბაჩოს გულისთვის ავიეთი მე ზემოზე ტყე ავიადე კივილი მესმის მივედი იქა და ქალი გდიაგე მკვდარი პიკაპის ნარიადით
მე როისო მე ცუდად გავხდი გზნობა დავკარგე ქალიო დავინახე მკვდარი მე საერთოდ ისე წამოვიდა ფენისე დაიწყო დაბრუნდი მაბატიეთ თუნდაც მერე წლების მერე არ გიფიქრიათ რომ არც ბაჩო არ უნდა წასულიყო სად ანუ არ უნდა გაქცეულიყო ამაზე არ გიფიქრიათ მადლობა უფასო რომ არ ჩავარდათ მაგას ხელში აი ეს ჩემთი ბედნიერება რა გაქცეულიყო დღეს ცოცხალი არ მეყურებოდა რაც ერჩოდნენ ნაციონალიზმი თქვენს მასთან ხეობას აი ამას გვერჩოდნენ ხეობას არ მოგდით არა იქ მარტო ხო არ იყო თქვენი შვილი რომელიც ხეობას იცავდა იქ ხო სხვა მოსახლეობაც იყო ნუ თავარი ხო თავარი ძალა ვიყავით იყო ემზარი ხო ხო და ემზარი რო არ მოგდა მაშინ იყვნენ ვაშკაცები რო გვერდ შედგნენ ემზარის და ამიტომ არ აწყობდა ჩვენი ის რომ აი ხო უსმენდნენ ემზარის არა ასე ბაჩოს ძალიან დიდი ფიგურა იყვნენ ისინი ხა და უსმენდნენ ბიჭები და თელი ხეობა ამიტომ ხო და მაგათ როდესაც რუსის ჯარი ჯვართან სამშვიდო ჯარი იდგა ხოფში ხო კიდევ თუ სად ხოფში და ხომ და გამოარა ჯურის ის პოსტები მაშინ 24 საათი გვიდექით გაჩხრეკვაზე გჩხრეკავდნენ ისე გვიშვებდნენ იქით იმიტომ რომ იქ ფორმირება სხვა უნდა ყოფილიყო მარტო ადგილობრივი ფორმირება ამაზე იყო ხელი მოწერილი ამაზე შეთანხმდნენ აფხაზები რუსები და საქართველო თავის დროზე ეს გაუქმებული არ იყო ამიტომ არ ქონდა უფლება სხვა ფორმირება რომ შემოსულიყო და დაეცვა ხეობა ამიტომ ჩვენ ქარი და კაცი ვიდექით იქ მაგრამ თავის დროზე მონადირეც ახლა ჩვენ ცოტა არასისტემურად ვსაუბრობთ მაგრამ მე მგონი საზოგადოების გასაგები იქნება რასაც გულისხმობ ეს მონადირეც თავიდან ხო არაფორმალური გაერთიანება იყო შეიარაღებული გაერთიანება ეს დაკანონდა ვარდების რევოლუციამდე, ხო? არა, შევარდნაძის ხელში. ხო, შევარდნა ვარდების რევოლუციამდე, შევარდნაძის ხელში. თავის დროზე იგივე ნაციონალებსაც არ ქონდათ გართულება, სხვათა შორის ემზარკვიციანი პრაქტიკულად ერთადერთი იყო ძველი ხელისუფლებიდან, რომელიც ნაციონალებმა დატოვეს, ხო? აი რატო დაიძაბა ურთიერთობა თქვენს ძმასა და სააკაშვილს შორის? ეს აღარ ვიცი, მაგერ წმუნებული იყო ხეობის, გააოქმეს ეს წმუნებულობა, მოხსნეს იქიდან ყველნა სადალი უნდა ერთი წლის მერე ეს თავიდანვე არა. ერთი წლის შემდეგ. მაშინ უკვე მაგრამ მე არ ვიცი რა იყო მიზეზი და რატო ნუ ეხა თანდათან ალბათ გულში ჰქონდა ჩადებული და მე არ ვიცი. და იმის შემდეგ იყო დაიძაბა უკვე სიტუაცია და უკვე გასაგები იყო ემზარი თქვა რომ რახან მე მომხსნეს ამ ხეობიდან ყველნაირი ის მომიხსნესო და მაშინ უკვე ცუდა დასაქმეო და მგონია ხეობას აბარებენ ისინი. მაგრამ მიხედვით იმისა რომ მაგი მომხსნილი იყო ყველნაირი მოქმედებას იმ ხეობაში არ შემოდიოდა ხეობაში. მაგრამ ჩვენ ვაშობოდით რა მიდექით იქ და ჩვენ იყო ხალ გარდაცვლილი 40-ისთვის ვემზადებოდი და ასე იყო ჯარი შემოსული. ჯარი კი სპეცნაზის ეს არის რომელი წელი? 2006-ზე ლაპარაკო? 2006 წელს 2005-ში გააუქმეს ბატალიონი. მაგრამ მანამდე თქვენ ხო შეგხვდათ გია ბარამიძე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ხო? გია ბარამიძე რო შემოვიდა გადაყრილობად გამართა მოახსენა იქ ყველას თქვენ ხართ გმირი ხეობა თქვენ ხართ გმირები მე თქვენთან ერთად ვიქნები მე თქვენთან და დავიცავ ხეობას მე წელს შემოვზიდა ტყვია წამალს იარაღს ფორმებს და პროდუქტს მე მართლა შემოვზიდა თელი შემოდგომის პერიოდია შემოვზიდა დარიგდა ეს იარაღი ტყვია წამალი საწყობებში შენინახეს და იარაღი დარიგდა ფორმები დავარიგეთ ეს კანონიერად ხდებოდა იურიდიულად ცოტა დავიბენი თუ კი ხეობის ჩაბარებას აპირებდნენ აბა იარაღს აი ახლა მე ამის კითხვას მე დაუსვამათ მე დაუსვი მაგის კითხვა ახლა მე ჟურნალისტის კითხვა მე მან მაშინ რეაქცია იყო აი რას მივაწროთო მე არ ვიცი რა პოლიტიკას უნდა მივაწრო ხა მე ბარამიძე მეთქი თანადგომა გამომცხადა თქვენ ხართ გმირები და როგორც პროვოკაციას ამზადებენ როგორც ჩაემტყათ კბირებს ჩაემტყათ ვინც პროვოკაციას მოამზადებსო ამ დროს რო შემოზიდავს და არიგებს მას ტყვია წამალს და
მოხსნეს ბარამიძე მოხსნეს ნიშნავენ ოქრუაშვილს. ოქრუაშვილმა არც აცხელა, არც გაგვაფრთხილა, არც შემოვიდა ვინმე, რომ გააფრთხილებინა იარაღი ჩააბარეთ და ბატონი უხდება. მაშინ როდესაც დაუცველებდა ხეობა, ბავშვები და ქალები თავს ეყო ჩვენი ხეობა. და თან სკოლები იყო. ანუ თავიდანე გამიზნული იყო იარაღი შემოტანა და მე ყველაფერი ის რაც მოხდა 2006-ში სწორად გავიგე? ეს რა პოლიტიკა ითამაშეს, არ ვიცი და მე რეალობა იყო ეს. და მის შემდეგ იყო ეს იყო 2005 წელს, 2006 წელს ივნისში შემოვიდნენ და 27-ში მიამიყვანეს ივნისში ოქრუაშვილმა და ოქრუაშვილის ბრძანებით უნდა დაებომბათ ჩემი სახლი, ემზარის სახლი, მიწაზე უნდა გაესწორებინათ, უნდა დაწვათო, ნასახლარი არ უნდა იყოს მაგათიო. ოქრუაშვილმა თქვა? ოქრუაშვილმა, ეს თვითონ ახალფრინავი მაისურაძე არის და ეს რომელიც არის ახლა ოსიაური, ეს იყო კიდევ ამათ გასცეს ბრძანება და მე როდესაც ისინი შემოვიდა რომ ბომბავდნენ, მაგათ ბრძანება ქონიათ. ოსურაულმა დაბომბა? ეს და მაისურაძე დაბომბა არ შეასრულებს ბრძანება უფრო სწორად, იმიტომ გეუბნები. და მე როცა გადმოფრინდნენ და როცა ბრძანება მისცეს და მაგათმა ხო გაუშვეს ტყეში ეს გამზადებული ბომბები. ტყეში მდინარეში და აი ჩვენ ხო ამბობთ ტყეში ბომბებოდა თქვა და სოფლებში არა, რატო ქალი და ბავშვი ასე იყო და მათ თქვიათ რომ ქალები და ბავშვი კრიმინალები არიანო. და მე გასცეს რომ არღუნიანის და კვიციანის სახლი ნასახლარის არ უნდა გავდე. სხვათა შორის მაპატიეთ ქალბატონო რა კიდე ერთი უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ. ჯერ კიდე ვარდების რევოლუციამდე დადიოდა ხმა იმასთან დაკავშირებით არ გეწყინოთ ახლა რაც უნდა კითხოთ მაგრამ ეს ხმა დადიოდა რომ თქვენი შვილი იყო კანონიერი ქურდი. არის თქვენი შვილი კანონიერი ქურდი? არ ვიცი, მე ამაგაზე ძალიან არ ამსიამოვნებს ეს ამბავი და მაგრამ ეს ხმა და კი ბატონო. კი. იგივე რაღაც ადამიანების გატაცებები არა ადამიანის აი ზუსტად იმიტომ აი როცა გაეროს გატაცებები ხდებოდა მაშინ ჩემი ბიჭი უკრაინაში იყო ჩემი ძმაც უკრაინაში იყო მაშინ და ამ დროს ხდებოდა გატაცება მაინც მათ ბრალდებოდათ ასევე იყო კავკასიის ხაზების და როცა წერილებს აგზავდიდნენ ის წერილები ემზარის ჩაუგდეს ხელში და მოუტანეს აი როგორ რამდენი მოუტანაგებთან ის დავალებები გვაქო გვაძევნიქიდან რომ ასე გააკეთეს გააკეთეთო იმას მეწეროს დააგდებდნენ წერილს ემტავი კითხავდით ვინც აქ ხელს მოკიდებს გახვრიტავთ ეს ხდება ვარდების რევოლუციამდე ეს ხდება ხო არა უკვე მაგათ ხელში ანუ სიტუაცია მზადდებოდა რომ თქვენ კრიმინალებად გამოცხადებულიყავით მე ჩემი აზრით წინასწარ პროვოკაციებს ამზადებდნენ აკეთებდნენ იმისა რომ სპეცნაზი შემოიყვანათ და ეს სპეცნაზი შემოყვანა უყავდა ხეობას იგივე იყო რატო იქ სპეცნაზს დაინახავდნენ ან ფორმირებას ვინმეს სხვა გარეში მაშინ იქიდან უკვე ახლოს 5 კილომეტრი ოპოზიცია რუსების და აფხაზების ისინი ბევრი შოცხვალიდნენ რა და აი ამისათვის ჩვენ უფრთხილდებოდით ამას ყველაფერს და როდესაც ერთხელ გაწყვიტეს ხაზი და რომ შემოაგზავნეს ისინი სპეცნაზი კოდუამ შემოიყვანა მაშინ არ ვიცი სასწაული კი რა მოხდა მაგრამ მადლობა ფოს გადავრჩით იმ პერიოდში კიდევ და განიმუხტა რა ალბათ ჩვენ განმუხტა და მე მის შემდეგ იყო ასე დაძაბულად მიდიოდა მთელი წლები ჩვენს ლიკლუბ დღესად არის თქვენი ბიჭი ბიჭი სოხუმში ანუ იქ პრობლემები არ აქვს უპრობლემო ცხოვრება ესაც შეიძლება ვიღაცის კითხვას აჩენს რომ როგორ არის სეპარატისტებთან და აი როდესაც სამშვიდობო ჯარი ჩადგა დაიწყო მე უკვე ვერაფერს ვეხდებოდნენ რომ აეღოთ ხეობა და შემოსულიყო წავიდა მოლაპარაკებები ჩვენ შორის ვის თქვენ შორის აფხაზებსა და ჩვენ მოსახლეობას შორის ან კოდორის მოსახლეობას შორის ასე ბაჩოს და ბიჭებს შორის და ბაჩო და ბიჭები იმ ხელმძღვანელზე წავიდა მოლაპარაკება ჯერ ემზარი მისცას სიტყვა მე მათმა სიტყვა რომ ჩვენ ხელს აშუავში დეთმანეს მე იყო რაში არ უნდა შეგეშალათ ხელი აი მაგალითად არ უნდა საუბრად არ უნდა წასულიყავით ისინი არ უნდა წამოსულიყვნენ საუბრად და აი ასაღებად ხეობის რა ასეთ სიტუაცია იყო ემზარი გზა აფეთქა გზა იყო აფეთქებული იქით იყვნენ თვითონ აქეთ ჩვენ ხო და ამ დროს არის საგუშაგოები პოზიციები აქედან არის რუსი და აფხაზი აქედან არის ჩვენ ქართველები ხო და
იმის შემდეგ აი რა ხდება არა ემზარმა აფეთქა ხო გზები აფეთქა ამი ხიდი რო აფეთქა ამის შესახებ იციან ნაციონალებმა შეთანხმებით აფეთქა რა იციან ყველაფერი იცოდნენ მაგათ არაფერი აწყობდა თურმე ეს და იმის შემდეგ როდესაც ჩვენ მოლაპარაკებები მიდიოდა და უკვე ჩვენ აი ჩემი ქმარი რო გადაიცვალა 98-ში ისინი ამოვიდნენ გასვენებაში აფხაზები 3-4 დედაცი მე დადიოდნენ ან სუფრებიან რაღაცა ასე ნუ შემოვიდნენ კონტაქტში მე აქედან აფხაზეთის ახალგაზრდობის პატრიოტები შემოვიდნენ ბაჩუმ შეახვედრა იქაური ეს ახალგაზრდები და ჩვენი ახალგაზრდები ნუ ესე იგი მშვიდობიანი გზით მიდიოდა ყველაფერი მე დაიპატიჟეს ბაჩო აფხაზებმა და მშვიდობის ხიდი გახსნაო ბაჩომ ჩვენ შორისო და ისტორიაში უნდა შევიყვანოთ მის შემდეგ აი ასეთი იმით დობა ქონდა ახლა პოლიტიკოსებს ჩვენ არ ვინდობითო და უფრო ვაჟკაცებს და აი სიტყვის პატრონი ასეთ ზიყვნენ მე და ამის გამო არ აქვს დღეს პრობლემები სოხუმში აი გეუბნები მე უკვე ვიცი რამოდენიმე წელი უკვე ჩვენ შერიგებული ვიყავით და მიდიოდა კარგისკენ მე აქედან ახლა მოსახლეობა ვინც სოხუმში ცხოვრობენ ხო ბაჩოს ჩაყვანა უნდოდა და ბევრი ბიჭები შეიყვანა თავიანთ სახლში ნუ ბიჭებთან შეხვედრა იყო ყველაფერი მიდიოდა შერიგებისკენ კარგისკენ მიდიოდა ყველაფერი აი ასე ვიყავით უკვე ჩვენ ისინი მოდიოდნენ ჩვენთან ასე ჩვენები მიდიოდნენ ქვევით მე წავიდა იქ მიოსვა იქით მიუხედავად ახიდი აფეთქებული იყო მაგრამ იმ ხიდაზე მაინც მე ჟურნალისტებიც იყვნენ შემოსული და ნახეს რომ მაინც მიოსლა იყო იქ ხალბატონო რა კონკრეტულად გეკითხებით დღეს რომ არ აქვს თქვენს შვილს სოხუმში პრობლემები ეს ვიღაცისთვის ხო შეიძლება კითხვის ნიშანს აჩენდეს რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე როგორ ცხოვრობს უპრობლემოდ არავითარი კითხვის ნიშანი ვინც იცის ხეობელებმა იციან იმ ხელაზე დობა ქონდათ მაგის რომ მაგ დღესაც ეხლა ხო თვითონ აფხაზები და რანაირი კითხვის ნიშანი მე გამომართვი შენ ხეობა და შენ ჩააბარე და მე ჩემთან რატო ხდება კითხვის ნიშანს ვერ გავიგე მე ხო 2006-მდე ხოლმე ჩემი იყო ხეობა ხო ცევდებოდა იუდიქცია ვინ იყო ეს ჩემი ბაჩო იყო ჩემი ემზარი იყო ჩემი ხეობელები იყვნენ ჩვენ ვიყავით ქალი კაცი ყველანი ხო წამართვი შენ და დღეს რაც ადარი მე უთხარი მაგათ ციხეში ჩამსვი ხო გამოვიდა არ დამხვდა ჩემი სახლი ჩემი კუთხე სად არის დღეს ეს 14 წელი პატარა კი არა გზა არ ქონდა პირობები არ ქონდა ისე შევინარჩუნეთ ის ხეობა და აფხაზის აღიარება ხდებოდა და დღეს აღიარეს და რა კითხვის ნიშანი უნდა გაჩნდეს აქ მაშინ როცა შენ მე მართმევ და აბარებ ხეობას აქ კითხვის ნიშანი სად უნდა გაჩნდეს აქ ეხლა თქვენ უნდა გაჭამოთ ჩვენი გამოცხადი ხაჭაპური ძალიან ბევრი ჟურნალისტისთვის მას გამოცხებული ხაჭაპური და ხა თქვენც უნდა მითვალოთ ხარ მოგეხმაროთ მომეცეთ ჩემს გავიგე იგეს აფეთქები კი ბატონო და ესე იგი ჩვენ საუბრობდით იმაზე უпростоად თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ხალბატონო ნორა რომ ჩააბარეს კოდორის ხეობაო დაბრძანდით რა ერთი ხუნდა ისე ჩავდობ მას ხაჭაპურს კი ბატონო ესე იგი ხალბატონო რა თქვენ რამდენჯერმე საუბრის იქნებ დაბრძანდეთ რა თქვენ მე ხაჭაპური არ დამეწოს არა უშავს და ესე იგი ხალბატონო რა თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ რომ ხეობა ჩააბარეს ხეობის ჩაბარება რას ნიშნავს ფული აიღო ამაში ვინმე რას ნიშნავს როცა ტყვიას არის ხრი დიახ ყავს ჯარი შეყვანილი ყავს თელი ძალები რა შეზიდულია თელი საომარი რაც რამე არის ხეობაში და მზადებული არიან ყველანაირად ხო და ამ დროს შენ არ ტყვიას ისხრი ისე ვაბარებ რას ნიშნავს აბა ეს ჩაბარება რა ფული აიღეს ამაში თქვენი ვერსია როგორია ჩემი ვერსია უფრო დაბა მაგას რატო აბა ჩაბარებდნენ გაიყიდა ხეობა არა მარტო ამაში გზა გაკეთდა მის შემდეგ მაგრამ გააკეთეს ჩვენ პერიოდით ხო დავდიოდით იქ ხელტეხილზე ისეთი გზა იყო იქ მე არ ვიცი ხართ თუ არ ნამყოფი თქვენ გზაზე არა მე არ ვარ ნამყოფი ეს არის იყო მოკლედ არ ვიცი რა და სამდენი წელი 14 წელი დავდიოდით და შემოზიდვა იყო იმ გზიდან აი ისეთი პერიოდი იყო რომ ეს ხელით განაკეთებული გზები იყო და ფული ვინ აიღო კონკრეტულად თქვენი ვერსია როგორია კონკრეტულად ხელისუფლება ძალიან ფართო მცნება არის ხო ხა სააკაშვილის გარეშე რო არაფერი კეთდებოდა ამას მეორე აზრი არსებობს
მაშინ სხვანაირად შეგეკითხებით, რა თანხად გაიყიდა კოდორი? დაუფასებელია ალბათ, მე არ ვიცი ეს. ესა ტერიტორია ნივთი ხო არა, ტერიტორია გაყიდული. რატო იყო მნიშვნელოვანი რუსეთისთვის თუ რუსეთზე გაიყიდა კოდორი? აი, რატო იყო მნიშვნელოვანი, რატო და აღიარება არ ხდებოდა აფხაზეთის. აფხაზეთი არ იყო მთლიანად აღებული. ეს 20% რომელიც დარჩენილი იყო, ამას ვიცავდით ჩვენ. ამისათვის აღიარება არ ხდებოდა. როდესაც ეს ხეობა ამისთვის ვიდიქით ჩვენი, რომ აღიარება არ მოხდარიყო და აქედან უფრო იოლად დაბრუნდებოდა აფხაზეთი. ჩვენი იმით რა. მაგრამ როდესაც ისინი მე არ ვიცი, რომ შემოდიხარ და მე მართმევ და მე შემეუბნები კრიმინალს და ბანდიტს და მოღალატეს, ამ დროს მე ვიცავ იურისდიქციას და საქართველოს მიწა ცელდება და ამ დროს მე მაფინანსებ, ხო? თუნდაც მონადირის ბატალიონი ფინანსდებოდა, თუნდაც საზამთრო მარაგი ფინანსდებოდა, ხო? მთლიან ხეობაში. თუმცა თქვენ ღალატის ბრალდება არ წაგიხსენეს, თქვენ წაგიხსენეს უკანონო ბანდფორმირების შექმნა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა და მითვისება ასევე თანხების. ხო, სამი მუხლი და ამ უკანონო ფორმირებაში ეს მუხლი რომელიც მიყენეს არავინ არ იყო ისა მარტო ვიყავ მე ამ ფორმირებაში. აი მაგალითად გამოძიება, ხო? იყო ვინმე ფორმირებაში, ხო მე მარტო ხარ იქნებოდი, არ მარტო ფორმირებაში. ამ დროს კიდე იარაღი რომელიც თომდა მე არ ვიყავი ჩხეკისთვის კი არაფრიან გოსკი გადმოსცეს და დაბომბები დაიწყეს ჩემი სახლი აიღეს პირველი ხელად. იმის შემდეგ ვერავინ შედიოდა საერთოდ და თვითონ გაძარცვეს წაიღეს ყველაფერი და რომელი გაჩხრებულობა წაიღეს? ბატონო? ვირფასეულობა წაიღეს თუ რა წაიღეს სახლიდან? ნუ რაც რამე გამაჩნდა, ტელევიზორი გინდა, ვიდეოები გინდა, რაც რამე გამაჩნდა, აღრაფერი დამიტოვეს. თუნდაც მაცივარი გინდა თუ ყველაფერი საერთოდ აღრაფერი დამიტოვეს. დატოვეს მარტო ცარიელი კედლები. ნუ ხან და ორი სახი მქონდა გვერდიგვერდ. ხო და აი ჩხრეკვას, აი ჩხრეკვის დროს მონახეს არა ხო? ჩხრეკვას რას ნიშნავს? რომ წაიღებ ყველაფერს სახლიდან ისა ჩხრეკვა თუ გაჩხრეკავ და იპოვე რაღაცას. გაჩხრეკვა დაათქვეს გაჩხრეკვა ამას, რომ ყველაფერი გადმიძაცვეს და წაიღეს ყველაფერი. ამის შემდეგ აი ისინი რო შემოვიდნენ რომ ჩემი სახლი აიღეს რა და დაბინავდნენ თვითონ ჯარი შეიყვანეს და სნაიპერები დააჯინეს და ალყაშებს მოახვედეს ჩემი სახლი საერთოდ. მე 3 დღის შემდეგ ვიყავი ჩემ ნათესავთან და შიდა პატიმრობაში ყოფილი ვარ და მეც ვდად ვიყავი რაც ხადებდნენ ბაჩოსი ჩემი ბიჭისა და ემზარის საადგილსამყოფელოს გვეტყვის და ჯილდოები უქნებიან თვითონ 100 ლარი თუ რაღაცა იყო და ამას ხო ისმენ ყველაფერს. გემრიელი ხაჭაპურია სხვათაშორის. ამას ისმენ ყველაფერს და ამ დროს მეც ვდად გავხდი და თუდად ვარ. მოდიან 2 დღის შემდეგ და გიბარებენო აჟარაშიო. ვინ მიბარებს პრეზიდენტიო? ანუ სააკაშვილი. ხო, მე ვთხარი მე თუდად ვარ მეთქი ვერ მოვდივარ თქვა არა უნდა წამოხვიდო. ამ დროს უკვე გინდა თქვა რა უნდა წამოხვიდე, კაი ჩავჯექი მანქანაში. ვალინი ვაზიკი იყო. და გამოყვანე ზუბიერი ქალი. მე თუდად ვიყავი, თუდად ვიყავ საავტოფუსში წამეყვანეს. აი ჩემტარის პირველი რაც რამ დახმარებულის იყო. ამ დროს მეუბნებიან რომ შენო ახლა ჩვენ მივდივართ თბილისში, წაგიყვანთ თბილისში, თუდად ხარო და გოგოს ჩვენ შვილებს ჩავაბარებ ჩვენ თასო აქ საშიშია პროვოკაცია. მიგეუბნებათ ამას? მეუბნებიან აი ესენი წავამეყვანა, არ ვიცი სამხედროები იყვნენ თუ არ ვიცი პოლიციის ხალხი მგონი. ხო და მე რომ მოვდიოდი გზადაგზა უკვე წავამეყვანეს, გამოიძახეს სკორი. და შეხვდა სკორი პერევალზე. ხო, მაგრამ მე მახსოვს კადრები, როდესაც თქვენ აგიყვანეს, ასე ვთქვათ, ხო, აქეთ-იქით პოლიციელი გიდგათ და ეს კადრები არსებობს. ანუ ეს დადგმული იყო, სინამდვილეში თქვენ გითხრეს, რომ მიხავხართ ავადმყოფოში. მე რო ჩამომიყვანეს მე ხაიშამდე, ხაიში მე სხვა მანქანაზე გადამიყვანეს, მე კიდე სხვა მანქანაზე გადამიყვანეს, იდგა ჯარი ხეობიდან ზუგდიდამდე. ზუგდიდში რო ჩამიყვანეს, მაშინ რა ქვია პოლიციაში თუ სამართლობაში არ ვიცი, მაშინ გამომძიებელმა მკითხა უარყოფ თუ მე გამომძიებელი ვარო და უარყოფ თუ ადასტურებო შენ სახლში რა აღინახესო. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიყავი და არ ვიცი ნახეს თუ არ ნახეს,
არც უარყოფდა, არც ვადასტურებ. და რატომ? თუ მოინახებოდა ვინც რამდენჯერ თავდაცვის მინისტრი შეიცვალა და დაინიშნა, იმდენი იარაღი შემოიზრდა, დარიგდა. ეს იყო ყველაფერი იურიდიულად. გაუქმდა ბატალიონი, შეარჩინეს ხალხს არა. მე არ ვიცი, ნახეს თუ არა, არ ვიცი, ვერ ვადასტურებ მეთქი. და ოღონდ ჯერ ამ დროს თქვენ არ იცით, რომ დაკავებული ხარ? არა, საიდან? არ ვიცი, ვარ ასე მოყევარ, ჩამოგიყვანთო საავტობუსში წაგიყვანთო, აი ასეთ არის მით. მე რო ჩამომიყვანეს თბილისში, თელეგრამ მოვდიოდი გზაზე. დილას ასე თენდებოდა მოდულის შენობაში ვარ და ახლა მე ვთხარი ჩემი შვილები დოლიძეზე არიან მეთქი და მიმიყვანეთ იქ მეთქი ოესთან. არა ახლა მიგიყვანთო ხელს მოგაწერილებთო, მე წამოგიყვანთო. როდის გაიგეთ რომ დაკავებული იყავ? ახლა მე რომ მიმიყვანეს აქ და ვზივარ და შემოვიდა ერთი ნაცი და მოიხსენიო საყურები და საათიო და რატომ მეთქი შენ დაპატიმრებული ხარ? რეაქცია როგორი იქონათ აი ამის გაგებას? რეაქცია და გზნობა დავკარგე და სკამიდან ჩამოვარდი ესეთი რეაქცია. სკორი გამოიძახეს და კაცრავად ეხლა ხაჭაპი დამეწოდა მოიწეთმი. ყოჩახ შენ. მოდი. გამოვტან ისე გამოვთავს ერთად. ყოჩახ შენ. გამოვთავს. ანუ წაიქეცით ხო? რო მოდი სკამიდან. ეს გამოიძახეს სკორი, ჩამიტარეს სამედიცინო რაც რამე დახმარება გამიწიეს. მე რო და გადაგიყვანეს სად? მოდულის შენობაში ვიყავ ორი ღამე. ხო, მე სად გადაგიყვანეს? და მე და ბათიაშვილი შევხვდით იქ. მოდულის შენობაში. შენობაში. მეორე დღეს გამოვედი გარეთ, აბანო იქით გარეთ ხო და ასე აივანზე შევხვდით ერთმანეთს კორიდორში. თეთა ბოიაკ შენ რა გინდა? შენ რა გინდა მე ამიყვანეს და მე რო ამიყვანეს, დღეს აიყვანეს ბათიაშვილის. პირველი ღამე ციხეში გახსოვთ? რას ფიქრობდით? როგორი განცდა გქონდათ? აი ახლა თუ გაიხსენებთ. აი როცა მეორე თვიანი უკვე მომისაჯეს და გადამიყვანეს ციხეზე. იქ ერთი კამერა დაუშლიათ და დაწოვეს ცარიელი. ის კამერა დამახვედრეს როგორ იცი? აი საავტობუსში მეგონა ჩემი თავი. აი იმ ხელაზე ყველანაირი მოწყობილი რა, აი არაშკონკა ტახტა, თეთრეული ყველაფერი გამზარდა. ამით არ გეკცეოდი. არა, აი მე გეუწყე ახლა მე სიმართლე ხო უნდა ვთქვა, რა არსებობს რო მე უნდა დავფასო ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი მათვის ეს შეიძლება ის იყოს, მაგრამ მე უნდა ვთქვა რაცა. მაგრამ ჩემთვის არ არსებობდა არაფერი, საერთოდ ეშად ვიყავი გადაქცეული, ცუდად ვიყავი, განადგურებული. ამ დროს კამერებიდან ისმის კვიდილი ქალების, გვიყვარ ხარ, გმირი ხარ და გავღეთ კარტოშკა ზუგდიდის ციხეში? არა, ქალთა კოლონიაში, მატროსოზე. კარმოშკა დაკეტილი, გავღეთ კარმოშკა, ახლა მე არ ვიცი, კარმოშკა ვიცი, არაფერს, არც მესმის, არ მაინტერესებს არაფერი. და ასე ვფიქრობ, მარტო ვარ კამერაში. ფიქრობ ბაჩოს წერი ახლა სად დამკვდარი წეში და თანაცხადებენ ყოველ წუთში ალყაშია დაჭრილია. ეს იყო მე ნეიროზული ის და მართა და დამეწყო ცახცახი ასე განკალავდი და ასე წეთავდი ხელაზე ცუდად ვიყავი. მთელი ორი დღე ვიყავი ცუდად ამ დროს მოვიდეს სახალხო დამცველის აპარატიდან ჯგუფი ასე წითელი ჯვრიდან და გამიყვანეს. ჯერ ჟურნალისტებს მოვიდა, მე ჟურნალისტებს სხვა დამანებით დაიგავაწეთ მეთქი. ყველა მიცით ჩემი ამბავი მეთქი და რას მეკითხეთ, რომ მეკითხეთ მეთქი შეეკითხეთ იმათ რატო ჩამსეს ციხეში მეთქი და მეტის ჩემთან რა საქმე გაქვთ. მე რო ამიყვანეს ზემოთ მაშინ იყო მედიკო ალანია დირექტორი. მე ჩემ ცხოვრებაში ამ სიტყვას მე ვერ დავიწყებ და არ დავიწყებ. და რა მე მინდა შეკითხვა მოგცეო შენო. მე შე როგორც პატიმარ არ მინდა მყავდეო. შეღირსეული ქალბატონი ხარ. და ამიტომ მე არ მინდა მარტო გიჩვენია თუ ვინმე შემოგიშაო. მეთქი მარტო გავგიჟდები თქვა. აბა მაშინ მე ავარჩიო ქალსო. მე ყველას არ შემოვშვებ შენთან. ხო და მას შემოვშვებოდა მარტო არ გაიქნებიო. აი ეს სიტყვა იყო ჩემთვის და რატო? აი ამან გაგაძლებინათ ციხეში თუ რამ გაგაძლებინათ? ანუ მოსასწიმული მე რატო ესე იგი მე ხო უდანაშაული თქვა მან შენ ხარ უდანა ის ყველა მიცოდა რომ ვიყავი მძევალი აბა დანაშაულად მქონდა ჩადანილი რომ ამიყვანეს ამიტომ თქვა მაგან მან მედიკომაც მე იმ ღამეს ჩემ კასპიერი ქალი შემოგზავნეს და ის იყო კამერაში მთელთან მაგრამ ის ქალი რო არ ყოფილიყო მე გამიძნელდებოდა ძალიან და რატო
სუცუდად ვიყავი, დავჯექი ფსიქოტროპულ წამლებზე. უნდა სულ მიგზავდნენ გარედან წამლებს, მაგრამ მაინც ცუდად ვიყავი. განაჩემს იმაზე, აი სუბაჩო. ფსიქოტროპულზე თქვენი სურვილით ცვავდით ფსიქოტროპულზე? ჩემი სურვილით იქაც გაზევენ. მაპატიეთ ქალბატონო რა, ვინმე სხვა შემოუთავაზებია ნარკოტიკი? როდესაც ცუდად კი იქაძევენ არის, მაგრამ როგორც ასეთი არის სუსტი ფსიქოტროპულმა და მე ძლიერი უკვე მოვითხოვე ძლიერი ფსიქოტროპულ წამლებს ცუდად ვიყავი. აი ცოტა მიკდა გაგიჟებამდე და მე შინოდა რომ გავაფრინდ გავგიჟდებოდი. რატომ არ ულოცულობდით? აი ეს უკვე ახლა გეტყვი მაგას, ეს დაწყება ჩემი. ეს იყო პირველი მეორე დღე და ამ დროს მე უკვე დავკარგე ყველაფერი წმენა და რატომ მე ყველაფერს ამდენ სიკეთეს ვაკეთებდი, ამდენ ნუ საერთო საქმეს მით უმეტეს თავ გავწირე, შევწირე დრისთვის რატომ არ დამიტოვები ადამიანი ამდენი ჯარი იყო ის იყო და რატომ ეკუთვნოდა დღეს მე აი ასეთი იმით და მე თურმე აი როდესაც წმენაში არ ახარ იმ დონეზე მაშინ უკვე შენ ხელათე ვარდები აი ესეთ საწუწაროში ჩავარდი მე და აღარ მაინტერესებდა გავნადგურდი მოვისპე არ არსებობს ბიჭი არ არსებობს ჩემი არავინ არსებობს უკვე დამთავრდა ჩემი ცხოვრება ხო აი ასე ვარ უკვე ახლა დაფუძნებული ამ დროს უკვე ტელევიზორს უაცხადებს ჩვენს ამბავს ეს ემზარი გამოდიოდა გამოყავდა და ისო შენ ნარაჩკაო შენ პატიმე არ ახალ ტყეხარო ანუ და მე მალე გამოგიყვანო აი ამ იმან როგორც კი ეს სიტყვები ამას გააკეთებდა და მიდიოდა ორმაგი კარები ჩასმა რკინის კარების თქვენ საკანში იმ საკანში არის როგორ მიხვედით ქალბატონო რა ღმერთამდე ღმერთამდე როგორ მიხვედით ეხლა გეტყვი როდესაც მე მეტი გზა არ მქონდა მაშინ მამაო დავიბარე მე მოძღვარი არ მყავდა საერთოდ და ჩვენთან ეკლესიები არ იყო და კი მოწმე ვიყავი მაგრამ თუ მე კერპული მოწმე ვიყავ არა რეალური და რატო მე ყველაფერს ვაკეთებდი იმას რაც იყო ჩვენი აი რიტუალებითა და ჩვენი კერპული რაც ყოფილა და თურმე ეს კერპული ყოფილა არა ეს ეკლესიის სხვა რაღაცა ყოფილა ამიტომ მე მოძღვარი დავიბარე და მოძღვარი მოვიდა და მოძღვარი ამ ჯერ პატრიარქს არ იცნობდით არა საიდან ერთხელ იყო შემოსული ხეობიდან ხეობაში მაგრამ ეს როგორც ასეთი შეხება არ ქონია. ხო და მე ეს როცა მე ადვოკატ მაშინ მოთავაზება მითხრა რომ შენ თუ სინჩა თუ ჩაბარდებიანო შენი ბიჭი და ემზარი შეგა განთავისუფლებენ და რა სიტყვი ამაზეო და გავგიჟდი მეთქე სიცოცხლე მინდა რას შვილი შემოიყვანა ძმა შემოიყვანა მე თავისუფლება მინდა მეთქე რას მეუბნე მამას მეთქე და ტები დაიწყე. მაშინ რეაქცია მე ვიცოდიო შენიო მაგრამ მაინც უნდა მეთქვა. აი მაშინ იყო შემოვედი კამერაში დავეჩოქე მიეცი უფალს და ვთხოვე უფალო მეთქი ვიტვირთე მე შვილი და ძმამ დავიტვირთო და მეც ძალიან გაუძლო მაგას ძალიან ძნელი იყო ეს ჩემთვის მაგრამ რახან შვილი და ძმა იყო ეს უკვე და მე დანაშაულზე არ ვზივარ ეს უკვე რეალობაშია გაგანთავისუფლდა თუ ჩაბარდებიან значит ძევალი ვარ ხო ამიტომ მე უკვე არ არსებობდა უკვე ჩემთვის სასჯელი მუდმივი დახრეტა და უკვე ფიქრი არ იყო მასზე ჩემი თავისუფლებაზე ვიყავი მზად აი მომცა ძალა და დღემდე ხართ ეკლესიაში და მე 4 საათზე ვდგებოდი 9 საათამდე აი როცა ის იყო პრაბელკა აი მაშინ უკვე როცა ვდგებოდა ყველა პატიმას ეძინა მე კი ვცულობდი ამ ბეტონი დღესაც ვცულობ საათზე ჩემი კელია მაქვს ჩემი მაჩვენე იგაკი ბატონი აი ახლა უნდა განახო ჩემი სალოცავი პატარა კელია ამ დროს უფრო მეტის უნდა განახო ეს არის ჩემი საშვილოშვილო ეს არის ჩემი სალოცავი ადგილი და ჩემი საშვილოშვილო განძი ეს არის ყველაზე უძვირფასესი თუ რამე არის გამაჩნია ქვეყანაზე უბედნიერესი ვარ მე დღეს ამ ჩემი უწმიდესის აი ანუ რა არის ვერ მივხვდი. ბატონო? ვერ მივხვდი რა არის ეს. ეს არის
შემოპალტო ჩვენი უწმინდესის, რომელიც ეცვა მთელი რამოდენიმე წელი. და ეს თქვენ გამოგიგზავნათ ეს შემომიგზავნა კოლონიაში. ამავე დროს კაშნი არის, რომელიც ამდენი წლების განმავლობაში კაშნით ლოცულობდი. მე იყო სვიტრი, რომელიც მას ეცვა ამ დროს საბანი, რომელიც დამახურა. და არის წმინდა გიორგის კულონი, რომელიც უნდა განახო, ეს არის მას ქონია შენახული ეს მე შემომიგზავნა თავისი ეს იშვიათად თუ ნახავთ აი ეს თავის აი შემომიგზავნა ამასაც პატრიარქი ატარებდა? არა ეს მისი გაკეთებული არის დიახ ხო და ეს ქონია შენახული და ეს შემომიგზავნა მე ამ დროს აი ეს ვერცხლის ცეპი ეს ჯვარი მე რო გადაგვიყვანეს პირველ ზონაზე კრიტში რასაც ქვია დახურულ ზონაზე იქ შემომიტანა აქ და იქ კიდევ ნახა იმის შემდეგ რაც გადაგვიყვანეს და ჩვენ ამან ჩვენ გადაგვარჩინა სპეცნაზმა რო არის სროლა რო ის ალბათ გადავრჩით ყველაფერს ძალება ქონია ჩემი ლიკვიდაციის ასევე თოფურია მაიასი და ამას ყველაფერს გადავრჩით ამ პალტოს თავივებით ამათი. კაპიტანორა, მე როგორც ვიცი, თბილისში არის კოდორის ეკლესია, ხო? კოდორის მამათა მონასტერი. მოდი საუბარი გავაგრძელოთ და იქ მე ძალიან სასიამოვნო ხარ მე კუთხა მივიღე მე უთხარი მამაოს და კუთხა მიღებული მაქვს და შემიძლია რომ მიგიყვანოთ. კი ბატონო. გავაგრძელოთ საუბარი იქ. ხალბატონორა, ჩვენ ახლა ვართ კოდორის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე, ხო? მითხარით დღეს და საერთოდ რასაც საუბრობთ, გულწრფელად საუბრობთ? თუ რაღაცეებს ამეტებთ, რაღაცეებს აკლებთ? არა. მე ოფისში შევლაპარაკობ, რასაც ვაპარაკობ, ოფის მისმენს და რეალობა უნდა ვთქვა ყველაფერს, ხო? დღეს ეს მონასტერი რომელიც არის აშენებული მამა გიორგის ხელმძღვანელობით ის ამზღაურობს აქა და ძალიან ბედნიერად კოდორლები რომ ეს არსებობს დღეს ჩვენ კოდორის ხობის სახელზე ეს მონასტერი აი ეს ყველაფერი სახედავთ აქ აშენებულს ეს არის ერთი წელიწადში ყველაფერი გაკეთებული ჯერ კიდევ მანამდე სანამ ეს კოდორის ხობის დაცემა მოხდებოდა დაწყებული ყო აქ მშენებლობა აი რომ დაეცა კოდორის ხობა და რომ იმის შემდეგ ეს მამა გიორგი მასე მარტყოფში იყო მაგი იქ მსახურობდა და გადმოვიდა აქეთ და დღეს რაც აგერ ახალი შენობები ყველაფერი ეს კოდორის ხეობის მონასტრის არის დიდი შემოწირულობა და მადლობა ყველას იმას ვინც აი ასეთ დიდ მასს აკეთებს და ვარ ბედნიერები და მიგიყვანებენ ბარწვენისკენ ყველაფერი ეს და მე კოდორლებს მოუწოდებ რომ აი არიან ბედნიერები და არსებობს კოდორის ხეობის მონასტერი. კაპიტანორა, ჩვენი დრო იწურება და რამდენიმე კითხვა კიდე უნდა დაგისვათ. რა მოგცათ ციხემ? ციხე მე მომცა წმენა რომელიც არის ეს ყველაზე პირველი და ყველაზე სავალდებულო და ყველაზე მეტი უნდა იცოდეს ადამიანმა მე წარსული ცხოვრება აი რომ ცოდნოდა დღეს რაც ვიცი ხო მე ვიქნებოდი ბედნიერი და ვიღაც ვარ ბედნიერი იმ ტანჯვითაც და იმ წამებითაც რაც მე გამოვიარა გმირი ხართ? არის არ გიფიქრიათ ამაზე? არ გიფიქრიათ ამაზე? რაზე? გმირი ხართ თუ არა? როგორ შეხვალთ საქართველოს ისტორიაში? მე არ ვიცი, ეს უკვე საზოგადოების ამბავია. სააკაშვილს რო შეხვდეთ, რას კითხავთ, რას ეტყვით? სააკაშვილს კი არ შევეკითხები. მე მეწოდები. რატომ გეცოდება? რატომ ეცოდება და აი განსასწრებს მოუტანს ანტიქრისტიანი ადამიანი, არა ღვთის ადამიანი და თვითონ ასრულებს ეს აი ეშმაკის როლს და ამიტომ ეცოდება. როდესაც თქვენს ძმაზე ემზარკვიციანზე ამბობენ რომ ის არის რუსეთუმე, ბრაზდებით?
ჩემ ემზარზე აი თვითონაც კარგად იციან ვინ არის ემზარი, მაგრამ აწყობთ მათ პოლიტიკაში ეს ამბავი. ძალიან კარგად იციან რომ ემზარი უღალატოა, ემზარი პატრიოტი, ემზარი სამშობლოს მოყვარე ადამიანი და ეს კარგად იციან მათაც, მაგრამ არ აწყობთ პოლიტიკაში მაგ ამბავი და იმიტომ დროის მანქანით წარსულში რო დაბრუნდეთ, იგივე გზას გაივლიდით, რაც გაიარეთ 2006 წლამდე მერეციხე, თუ რამე შეცვლიდით თქვენ ცხოვრებაში? რასთან დაკავშირებით? თუნდაც იგივე კოდორის შენარჩუნებისთვის. იგივეს გავაგრძელებდი, დღესაც იგივეს გავაგრძელებ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იმდენად შემიძლია, რამდენიც შემეძლო, მაგრამ ეს ღვთისნება ყველაფერი და ინებოს უფალმა, რომ დაგვიბრუნდეს ჩვენი ტერიტორია და ჩვენი რაც დაკარგული გვაქვს და ისევე გავაგრძელებთ. ჯერათ ამისი რომ დაგვიბრუნდება? აი მე იმიტომ მაქვს ეჭვი გაიდული რო არის რომ აი მოლაპარაკებს რო გადიან. აი სალაპარაკო არაფერი არ აქვს, ვერ მიდიან სალაპარაკოდ, იმიტომ რომ გაიდულია. იყიდეს იმათმა და რაც უნდა იმას აკეთებენ. და იყიდეს, თქვენ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ დღეს სიტყვა იყიდეს. ეს თანხა ბიუჯეტიდან გადაიხადეს? რუსეთმა რა ბიუჯეტზე ლაპარაკი, რამდენი ის სტრატეგიული მნიშვნელობისა გაიდული საქართველოში და ბიუჯეტს მისცეს რამე? აი ანალოგიურია ესეც. და როდესაც საუბრობდით თქვენ რომ იარაღი შექონდათ კოდორის? აი მამა გიორგი ეს ჩემი მამა გიორგი, ეს არის კოდორის ხელოველი. და აი მთელი ომის პერიოდი და აი ახლა ბოლოს ისინი იყვნენ ჩარჩენილი იქით. ქალბატონ ნორა, როგორ ფიქრობთ, აი როდესაც იარაღი შექონდათ კოდორში, ახო არ ქონდა საქმე ჩვენ იარაღით ვაჭრობასთან, იარაღის ბიზნესთან და ფული არა, თქვენთან არა. იმიტომ შემოიტანა თუნდაც ბარამიძის ბრძანებით. ამაზე ხა მე რაც არის შეზიდეს და წაიღეს იმათმა და მე არ ვიცი ხა ეს კითხვის ნიშანი დასმულია უკვე, იმიტომ რომ რატო შეზიდეს, თუ შეზიდეს, რატო არ გამოიყენეს და ან რატო დატოვეს და რატო ჩააბარეს იმათმა რა წაიღეს. კითხვა ხო ისმის არა? და არ გამოიყენეს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? და აი ამიტომ კითხები ხო არის მათ მიმართ ანალოგიურად შემოზიდა მაშინ ბარამიძე ხო აგიხსენით და შეგვჩაირა ხო ის იარაღიც წაიღეს მათ და მე გაახსნეს აჩვენეს რომ ეს იარაღი იყო რუსებისგან შემოტანილი ემზარის მიმართ. აი ეს აი ამისთვის ჭირდებოდა ეს იარაღი შემოიტანეს. რას ნანობთ? რას ნანობთ? რას ნანობ? რას ნანობ? ნანობ უკვე არაფერს. და რატო აი წასული ჩემი ეს უკვე უფლის ნებითა ყველაფერი და რო ინანო ეს უკვე არის შენი ცოდების მონანიება და სხვა სინანული არ არსებობს. შენ უნდა მოინანოს ცოდები და მე ნანომ რომ არ ვიყავი ეკლესიურად, უფრო სწორად ეკლესიურად და ვიყავი უფრო სხვა რიტუალურად და კერპულად და ამიტომ იმას ნანობდა. ეს უფლის ნებით იყო რომ აი ეს მანახა და ეს მაჩვენა. არ გინდათ ბოლო კითხვა თქვენ დამისვათ? ბოლო კითხვა თქვენ რო დამისვათ არ გინდათ? მე დაგისვამ კითხვას. ვრცელდებოდა თუ არა იურისდიქციაში კოდორის ხეობა ჩვენს ხელში იყო მაშინ. და დღეს კოდორის ხეობა 2006-დან ვის იურისდიქციაში ვრცელდება და რატო ისმება კითხვა დღეს ჩვენს მიმართ ამ საკითხზე? მე არ ვიცი თქვენს მიმართ კითხვა რატო ისმება, მაგრამ ფაქტია რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მერე კოდორი საქართველოს იურისდიქციაში საზოგადოება უსვამ ამ კითხვას. საზოგადოებას რომელს ისმენენ რამდენჯერ აკერებენ ძმას ემზარის რომ იყო რუსეთთან შეკრული, თუ რუსეთთან შეკრული იყო, რატო აირჩია რომ ემზარი მციხე საქართველოსი ვიდრე რუსეთში ყოფნა? თუ მაგი მოუხენდა ცხოვრება იქა? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ოდესმე გაგეცემათ. ხომ არ ნანობთ რომ შემხვდით? სადა? ინტერვიუზე რომ დამთანხმდით, ხო არ ნანობთ? არა. კარგი. დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ. გაიხარით მადლობა თქვენ. 14 წელი ხეობას ვიცავდით და ამას იარაღის გარეშე, თოხითა და ბარით ხომ ვერ შევძლებდით. საქართველოს პრეზიდენტის მედალიც მაქვს მიღებული. თუ კანონო ფორმირების წევრი ვიყავი, რატომ დამაჯილდოვეს? დამაპატიმრა ხელისუფლებამ, რომელმაც კოდორი ჯერ დაბომბა, მერე კი მტერს ჩააბარა. თუ მე და ჩემი ოჯახის წევრები დამნაშავეინ ვიყავით, ჩვენ დავესაჯეთ. კოდორს რას ერჩოდნენ? მითხრა ნორა კვიციანმა. მართლაც რას ერჩოდნენ კოდორს? ეს რიტორიკული კითხვაა, რომელსაც პასუხი იმედია ოდესმე გაეცემა.